სოციალური ქსელით დამეგობრებული ფლორისტები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნის რამდენიმე ჰექტარ მიწის ფართობზე გაჟენებული ყვავილების დასათვალიერებლად სტუმრობდნენ. Facebook-ზე არის ჯგუფები, ესე ყვავილნარელების და ყვავილებზე გადარეულების და ასე შემდეგ და ესე შევიკრიბეთ ბატონო და კიდეც მოვილოცეთ სალოცავები და ახლა ამ სილამაზეში სიტყვები უკვე აღარ ყოფნის. არის პიროვნება გაბო, რომელიც აქ იმყოფება და მის სათბურში ვართ, ახლა მის ყვავილნარში ვართ და ძალიან კმაყოფილები ვართ. მისი ყვავილები ბევრჯერ შეგვიძენია, ყველამ გაიხარა, ყველა ლამაზია და თავის სილამაზით ჩვენს გვილამაზებს ცხოვრებას და ახლაც ჩამოსული ვართ, მაგიტომ რომ ძალიან ლამაზი, კაი ჯიშის ყვავილებით დავიმშვენოთ ჩვენი ეზოები. 70 კაციან ჯგუფში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გაერთიანებული ფლორისტები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ნანახით. ათეულობით ჯიშის ვარდი, ქრიზანთემა, ასტრონომები, სიმაღლისა და ფერის მიხედვით გამწკრივებულები, რომელთა შორისაც უმეტესობა იშვიათი ჯიშისაა. სწორედ ეს იწვევს ფლორისტების დიდ ინტერესს. დათვალიერების პარალელურად შესაძლებელი იყო ყიდვაც. ეს არის ესთეტიკა, სილამაზე და ასეთი რაღაცა დღეს საქართველოში რომ მომრავლდეს და გაკეთდეს ძალიან კარგი იქნება. აბა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევიძინოთ მეტად დაბალ ფასში ეს ვარდები, ასევე ასტრომერიები, ასევე ქრიზანტემები და პირველად არ ვართ, ვიყავით შემოდგომას. მოვედით ახლა გაზაფხულზე და ვაპირებთ კიდე მოსვლას. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, რომ დაგვხვდნენ დიდი შრომის შედეგია, რასაც უყურებთ. ეხლა გვეუბნებიან, რომ უკეთესი ფერებია, განსხვავებული ფერები. იმედია რომელიც ჩემს 60-ში არ არის, ისეთ ფერ შევხვდები და შევიძენ. მაგ ძალიან ბევრი ჯიშების ყვავილები რომ არ არის საქართველოში. ჩამოვიტანე ჰოლანდიდან, გაამრალე. ბევრნაირი ქრიზანტემები მაგ, ვარდები მაგ, ასტრომერები მაგ, ჰოლანდიური ჯიშები. ფლორისტები ორმაგად კმაყოფილები დარჩნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტუმრობით. დაათვალიერეს უცხო ჯიშის მცენარეები, შეიძინეს ნერგები და მოილოცეს ეკლესია-მონასტრები.